ალბათონო მაკა ასევე მინისტრები, რომლებიც დღეს გავიცანი, ცნობილი ჩვენი ზაზა, ჩამოსული სტუმრები ყველა კუთხიდან, ისრაელიდან ჩამოსული დელეგაცია, რომელიც ჩამოყვა პირადად, ცოტა პატარათი ოდნავ ფეხმა შემაწუხა და ბოდიში ხოვილობრო ცოტა ასეთ ფორმაში ვარ, მაგრამ თავს მაინც ვაძალებ და ფეხზე მაინც ვდგავარ. მე მინდა რომ მოგილოცოთ ეს დღეს ასწავლი ხანუკა. აქ სპიკერია ჩვენთან ერთად პატრიციული გია ვოლსკი, რომელიც გამოსვლებში ალბათ ჩემზე კარგად ილაპარაკებს. მაგრამ ხანუკას მე მგონი ცოტა მე უკეთესად შეგასწავლით აქაურ ხალხს და ერთი რამე მინდა ვთქვა. ისტორიულად ჩვენ ქართველი ებრაელები 2600 წელი მეტი თან საქართველოში ცხოვრობთ. ყოველთვის ამაზე ისტორიული და აკადემიური ლაპარაკი მიდის. ვინ იყო უფრო ადრე აქ? ქართველი თუ ებრაელი? თუ გაურკვეველია ცოტა ეს თემა. იმცავს რომ ქართველი მეტი ადრე იყო, იმიტომ იმათმა მიგვიღენ ჩვენ ებრაელები, ამაში ეჭვიც არ მეპარება. მაგრამ ისტორიულად ფაქტია რომ რომელ დღესაც ჩვენ დღეს აღვნიშნავთ, ეს მოხდა 2193 წლის წინათ. ესე იგი იმ პერიოდში, როცა ჩვენი წინაპრები მაქაბები ბრძოლობდნენ ისრაელში, თავი დაეცვათ დიდი იმპერიისგან, საბერძნეთიდან მაშინდელ დროს, საქართველოში ებრაელები კარგად ცხოვრობდნენ. ჩემ მამა პაპას ის უბედურობა არ უნახავს. დევნა, შაბათის არაშენახვა და რელიგიის მოწყვეტა, რაც უნდა მტერს, ჩვენი განადგურება სულიერად ფაქტია. ჩვენ აქ ვიყავით, შენახულები ვიყავით. სპარსეთმა რომ მოინდომა 2500 წლის წინეთ ისრაელის მოსპობა, ძველი ისტორია, ახაშვეროში, ამანი, ფურუმი, ცნობილია ყველასთვის. მაშინ ჩვენი მამა პაპანი საქართველოში კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ გადმოგცენ ჩვენმა ძმებმა, რომ ასეთი რაღაცა მოხდა და ჩვენც ყველა შეუერთდით იმ ზეიმს, რომ ჩვენი დიდიები, მარადიული ისრაელი ღმერთმა შეგვინახა. მე ამიტომ მინდა რაღაცა აღვნიშნო. ამას ვნიშნავ, რომ ქართველი ებრაელი საქართველოში დამშვიდებულად ცხოვრობდით ყოველთვის. მე დიდი იმედი მაქვს, რომ ასე იქნება. ბოდიში მე პოლიტიკაში არ შედივარ, ჩემი საქმე არ არის პოლიტიკა. მაგრამ ძალიან კარგი ლიდერები ყავთ საქართველოს. ძალიან მაგარი ხალხი. ღმერთმა ჯანმრთელობა მისცეს ბიძინას. პირადი მეგობარია ჩემი. მაგარი მეგობარი. თქვენ მას იცნობთ ამ დროებიდან, ახლა პოლიტიკებიდან, მე მასწავლებთ რომ მოსკოვიდან. როცა კიდე 30 წლის წინეთ რაღაცა მადლები გვაქვს ერთად გაკეთებული. პატარა რაბინი ვიყავი, მაგრამ ჩემი საქმე მქონდა, ხალხს მეხმარებოდი. დამჭირდა, გავიცანი კაცი ბანკირი, მივმართე, შემომიერთა. ასე გავიცანი კაცი. ძალიან მაგარი ადამიანი. და მე ვიცი რომ მისი გადაწყვეტილებები საერთოდ სიკეთეს მოიტანს საქართველოსთვის და იმედი მაქვს რომ მართლაც ყველაფერი ასე იქნება ღმერთის წყალობით. როცა ბატონო პრემიერო წარმატებები მოდიდება გეგეძლიერებინო საქართველო სოფლიო დონეზე. ხალხი ზოგი ვერ იგებს, მაგრამ ცოტა სიფრთხილეა საჭირო მეზობლებიდან. და ეს პოლიტიკა მე კარგად ვესმის. ძალიან კარგად ვესმის. ცოტა ვესმის. ამიტომ ჭკვიანურად ბედნიერად აკეთებთ ყველაფერს და იმედი მაქვს რომ კიდევ ასე გაგრძელდება და ასე იქნება. მადლობა დიდი მერაბის ჩემო ხანაკ. რომ ქართველ ებრაელს
ასე უდიღარ შემოგარგო გვერდში საქმე საკეთებს შესაც სამ აღარ დონეზე ნუ ბევრამეს ვაკეთებთ ჩვენი ორგანიზაცია ბევრამეს ვაკეთებთ საქართველოში ბატონი მიხო მირელაშვილის მეთაურობით და ჩემი გვერდში ამოდგომით ბევრამე კეთდება და საქართველოში და გარეთ მაგრამ მე ამას იმიტომ ვნიშნავ რომ ვიცოდეთ ჩვენიერი ძლიერია ვიყავით ვართ ვიქნებით და ვარსებო და ვიარსებებთ ბევრი წამოდგა ჩვენზე ამ ბოლო დროსაც კატასტროფა იყო ისრაელში მოულოდნელად მე კიდევ ამას ვამბობ ღიად ყველგან ტელევიზორში ვთქვი რამოდენი დღეების წინეთ რომ შედის გაუგებარია როგორ მოხდა ასეთი უბედურობა რაც ჩვენ დეგვეცა თავზე ოქტომბერში ძალიან გაუგებარია შედის იმიტომ ძალიან კარგად იცი მოსადი როგორ მუშაობს შაბაკი როგორ მუშაობს და ბუზივერ გაფრინდება ისრაელში თუ ვინმე საყავს ნაპოლი არ არსებობს და რაღაცაშია საქმე ხო ამას გამოიძიებენ მაგრამ ისრაელმა 7 სხვადასხვა ფრონტზე ყველამწერი მაინც დაამარცხა ხედავთ თქვენი თვალით რა ხდება აქედან დავროსავ ჩემს საყვარელ მეგობარს ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეტანიაჰუს რომ გამარჯვება მაგრამ აქედან ვთხოვ მას რაც მე მივწერე ბატონ ტრამპს ჩემ წერილში ის გამარჯვების დროს მეგობარო ასე უწერავი და მეგობრები ვართ მაგრამ 20-25 წლის წინეთ გავიცანით ერთმანეთი როგორც ბიზნესმენი კაცი გავიცანით და მაშინ როს მეგობარი უწერავ ასე ღმერთმა ძმა ორი თვალი მოგცა თხოვნა მექნება მარჯვენა თვალით ისრაელს გადახედე მარცხენა თვალი ღმერთის მონაკვეთი 64 სადაც დავიბადე სადაც ბგერა პირველი სიტყვა ამოვიღე დედის ენა საქართველოს მიმიხედე ბატონო ჩემო მეგობარო პრემიერ მე მოგმართეთ ეს ბატონ ბიზნესთან ლაპარაკი მქონდა მასე და 2 წლის წინეთ ამ ადგილზე ვთქვი გავადვილეთ ჩვენ ხალხს საქართველოში აღება ხელახლად პასპორტების მოქალაქეობის ძალიან ბევრი ხალხი ფონდობს და ძალიან დიდი ძალა იქნება თუ იჭკუა ისრაელიდან ცოტა იქ დარჩებიან საცხოვრებლად მაგრამ ცოტა აქედაც გადმოვიდეს იჭკუა ქვეყანა რომელიც 77 წლის წინათ უდაბნო იყო აყვავდა ხედავთ აიტეკ ისრაელში რას მიაღწევს სოფლიო როგორ ხედავს 2 წელი ბრძოლა მერაბ და ისრაელის ეკონომიკა პირიქით მაგრდება დოლარი დაბალი შეკელი მაგარი გამაგებინე ასეთი რა გინახავთ აი იმერს გაუმარჯოს მარადიულერს რომლებსაც წამოადგა ბევრი მტერი სოფლიოში მაგრამ ჩვენმა სულმა დაკვეთება ღმერთის სიყვარულმა გაგვაძლებინა ცოტა ვიყავით მაგრამ მრავლები რწმენით პატარა ვიყავით დიდები ღმერთთან კავშირით და მოდით საქართველოს და ისრაელს გაუმარჯოს ნაბიაკობის გამშემახსენა ერთი 5-7 ნათქვამი მაქვს რომ ახალი არჩევნები რომ მოვაწოდოთ მე სტუმრებთან მოწვეულთა ბოდის ვიხდი ეს სუფთა ებრაელების თემაა მაგრამ ხალხი ერთ კურსში შეუშვეს და მეორეში ატარებს კიდევ კატეგორიულად მოვიტყო რომ თბილისის სინაგოგის ახალი თავმჯდომარე აირჩიებდა ამას ებრაელებო თქვენ გეუბნებით ნუ წაუყურებთ ძალიან გთხოვთ მოგესალმებით ყველას, მივესალმები საქართველოს პრემიერ-მინისტრს პატრიცემულ ირაკლი კობახიძეს, თბილისის მერს კახი კალაძეს, უკვე პირველი წელი არ ახართ ჩვენგან, გავალწეთ წინა წლებშიც მობრძანდით და დაგვაფასეთ. მივესალმები პარლამენტის ყველა წევრს, დიპლომატიურ
корпус. დიდი მადლობა რაბი იაკოვ გაგულაშვილის ქართული ებრაელების მთავარი რაბინს, რომელიც მიუხედავად ჯანმრთელობისა, მაინც ჩამოგზანდა, ამხელა გზა გამოიარა და უსურვებრო ღმერთმა აი ჯანმრთელობა მისცეს, სიძლიერე მისცეს და მისი თავი ბევრი წელი ღმერთმა არ მოგვიშალოს. აგრეთვე დღევანდელ დღეს, როგორც ყველამ ვიცით, ეს არის სიხარულის დღე, ხანუქის დღე, გამარჯვება